Я влюблена, и у меня есть отношения. Ну, повторю, я знаю, что ходит очень много сплетен, я знаю, что они разные, но здесь могу абсолютно четко вам ответить. То, что происходит на самом деле, никакого отношения не имеет к тому, что обо мне говорится. მის შესახებ ქართულ ვიკიპედიაზე იმის ნახევარი წერია, რაც რუსულზე. და ამის მიზეზი თინა კანდელაკის ჭეშმარიტად მოსკოვური ცხოვრება. წლების განმავლობაში რუსული ელიტის წევრი, პატივსაცემი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი უკვე დიდი ხანია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან გადაბარგდა და კარიერაც იქ აიწყო. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ სტუმრობდა. ტელესახემ დიდხნიანი პაუზა შეწყვიტა და საკუთარი დაბადების დღე თბილისში აღნიშნა. Made a wish by the bay and the tide took your heart away. ამის შესახებ თინა კანდელაკის სოციალურ ქსელში და ინსტაგრამზე ატვირთული ფოტოების მეშვეობით შევიტყვეთ. ცნობილმა ქალბატონმა თბილისური ვიზიტი თავის იუბილეს დაამტყვია. 38 წლის კანდელაკმა მნიშვნელოვანი თარიღი ყოფილი კოლეგების, ახლობლების და მეგობრების წრეში აღნიშნა. საქართველოში ყოფნისას თინა სასტუმრო თბილისი მარიოტში დაბინავდა, სადაც დაბადების დღის ერთ-ერთი საჩუქარი, 3 ულამაზესი ვარდებით სავსე ქოთანი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტი ოფიციალური არ გახლდათ, ტელეწამყვანი რამოდენიმე პოლიტიკოსსაც შეხვდა, მათ შორის დავით საგანელიძეს. ერთ-ერთ ფოტოზე კანდელაკი შალვა რამიშვილთან ერთადაა აღბეჭდილი. ჟურნალისტის ინსტაგრამზე სურათს შემდეგი დასახელება აქვს. მე და ჩემი პირველი სიყვარული. თინას გამომწვევი ლურჯი ფერის პრიალა კაბა აცვია, რომლის გამოც სხვათა შორის უარყოფითი შეფასებები თაყვანისმცემლებისგანაც მიიღო. კომენტარებში ჟურნალისტს ვულგარულ ჩაცმულობას უკრიტიკებდნენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ თინა რუსულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ფიგურად ითვლება. ჟურნალისტი თავის ძველ კოლეგებსაც შეხვდა და დაბადების დღეც ყოფილი მეორე არხის თანამშრომლების წრეში აღნიშნა. ერთ-ერთ ფოტოზე გია გუმბერიძესაც ამოიცნობთ, რომელთანაც ერთად თინა 19 წლის ასაკში ჟურნალისტის კარიერას იწყებდა. მეგობრებმა ტელეწამყვანი მცხეთაში ჯვარზეც წაიყვანეს და საღამო ერთ-ერთ რესტორანში დაასრულეს. თინა კანდელაკმა ჩვენთან 3 დღე დაჰყო და მშობლიური თბილისიდან კიდევ უფრო მშობლიურ მოსკოვს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდი ხანია არ გვინახავს, მის შესახებ ინფორმაცია ხშირად მოგდის. სულ რომ არაფერი ის ხომ მოსკოვში ერთ-ერთი წარმოსადეგი ტელეფიგურაა, რომლის სახელსაც არა მარტო მიღწევები, არამედ სკანდალებიც ხშირად უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანის შესახებ მთელი რუსული მედია 2006 წელს ალაპარაკდა, როდესაც წამყვანი ნიცაში ავარიაში მოხვდა. მაშინ თინა ავტომობილში ცნობილ რუს ბიზნესმენთან ერთად იჯდა. ავარიის შედეგად კი წამყვანმა ჭორებთან ერთად სახსოვრად 2 ტატუ მიიღო, რომლებიც დამწვარ თითებს მალავს. ტელეწამყვანს რამოდენიმე როლი რუსულ კინონამუშევრებშიც აქვს შესრულებული, მათ შორის 2011 წლის ფილმში შუქნიშანი. თუმცა, რა თქმა უნდა, თინა რუსულმა საზოგადოებამ რადიოსა და ტელეშოუების მეშვეობით გაიცნო. ჟურნალისტი მოსკოვში საცხოვრებლად 1995 წელს გადავიდა და სტანისლავ სადელსკისთან ერთად დაიწყო მუშაობა. სულელი ქალია, მეტი რა ვთქვა. ჩემთან არ მეგობრობს, საერთოდ არ კონტაქტობს. ყველა ინტერვიუდან ჩემი გვარი ამუშალა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თინას სახელს არაერთ ცნობილ მამაკაცს უკავშირებენ. თუმცა ოფიციალურად ჟურნალისტს ყოფილი მეუღლისგან, ანდრეი კონდრახინისგან ქალიშვილი მელანია და ვაჟი ლეონტი ჰყავს. Андрей пришел на радиостанцию, на которой я работала. Я хорошо это помню. Я сидела за пультом, он зашел, сел на стул напротив, и как-то вот мы с ним познакомились. Когда мы познакомились, это прям было 2 свидания, 3 ужина, 4 похода в кино, и, собственно говоря, мы были уже женаты, и я ждала ребенка. С кем бы я ни встречалась, кого бы я не любила и кто бы не любил меня, Андрей по сей день остается единственным мужчиной, который является отцом моих прекрасных.
თინა კანდელოა კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანია. იგი არაერთ შოუში იღებს მონაწილეობას და არც თამამ ფოტოსესიებზე ამბობს უარს. კრიტიკას არასდროს უშინდება და ამაყად თავაწეული დადის. ჩვენ კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან ცნობილ ქალბატონს თბილისშიც ხშირად ვნახავთ.